გამარჯობა მეგობრებო, მე ისევ გასაუთავებელი მაისურით ვარ წარმოდგენილი და ამ ვიდეოში, ამ შემთხვევაში მინდა გამოვეხმაურო ახალ კამპანიას თქვენს პატრიოტულ და რელიგიურ გრძნობებში, ამ თემაზე აღშფოთებაში მე ეჭვი შემაქვს. და ამ შემთხვევაში ერთი პატარა დაზუსტება მინდა გავაკეთო ზოგ-ზოგიერთი ერთუჯრედიანისთვის, რომელიც შემოა რომ მე ახლა ქოციც არა ვარ და არც ნაცი და მე რატომ მეუბნები მაგას? შენ არ გეუბნები ამ შემთხვევაში ქოცებს მიუმართავ, მაგრამ თუ ხარ ადამიანი, რომელიც ქოც საქართველოში ცხოვრობ და ფეხებზე გეკიდა მაგალითად საყდრისის აფეთქება, როდესაც თქვენგან მოძულებული ევროპელები, გერმანელები იხვეწებოდნენ ბიჭო რომ კაცობრიობის ისტორია შეიძლებაო შეცვალოსო მანდ გაკეთებულმა აღმოჩენებმაო. ანუ საქართველო არის იმ რეგიონში, სადაც ცივილიზაციის აკვანი დაირწა, სადაც პირველი ანბანი გამოიგონეს, სადაც პირველი კულტურები ჩამოყალიბდა, პირველი ქალაქები აშენდა, პირველი სახელმწიფოები შეიქმნა, პირველი ეთნიკური დაჯგუფებები და იდენტობები შეიქმნა. აი ამ რეგიონში ვართ ჩვენ მოქცეულები და გერმანელები იხვეწებოდნენ, რომ ოქროს გულისთვისო, ნუ წაგვართმევთო იმის საშუალებასო, რომ კაცობრიობის ისტორია უფრო მეტად გავიგოთო. შეიძლება კაცობრიობის ისტორია შეცვალოსო. და ეს ააფეთქეს და კაციშვილს ხმა არ ამოგიღიათ ამ თემასთან დაკავშირებით. ამიტომ, როდესაც ეხა ვითომ რომ თურმე ონისე ოქრიაშვილის ხუმრობამ ისტორიულ, ეროვნულ, სარწმუნოებრივი გრძნობები შეგილახათ, მე ამაში ეჭვი მეპარება. გინა ქოცი იყავი, გინა ნაცი იყავი და გინა შუაშისტი იყავი. თუ ხარ ადამიანი, რომელსაც ის არ გადარდებდა და იმაზე ხმა არ ამოგიღია და ქუჩაში არ გამოსულ ხარ, მაგ თემა. ბიჭო, ისტორია მადარდებსო მეუბნები და კაცი გეუბნება რომ კაცობრიობის ისტორიის აკვანი სადაც დაირწაო, იმ ადგილს აფეთქებენო და მაგაზე პროტესტის გამო ქუჩაში თუ არ გამოსულ ხარ და ონისე ოქრიაშვილის გამო ავარდი, მაშინ არ მაინტერესებს მე, არ მწამს მე იმისი რომ შენ რაიმე სახის ეროვნული ღირებულებითი ემოციები გაგაჩნია საერთოდ. არ მჯერა მაგისი მე. დავით აღმაშენებელზე რო იხუმროს ონისე ოქრიაშვილმა, ხო გადაირევით სულ ყველა. დავით აღმაშენებლის აშენებულ გელათს რო აპარტახებენ, ფრესკები რო გაანადგურეს, მთელი არქიტექტურა და აუთენტურობა რო გაანადგურეს. მაგაზე ვინმეს კარავი დაგიციათ კულტურის სამინისტროსთან? ვინმე გელათთან მისულ ხართ და ერთი ტრანსპარანტი მაინც დაგიჭერიათ? და ამიტომ არ მწამს მე თქვენი მხრიდან ის რომ თურმე ონისე ოქრიაშვილის ხუმრობამ შეგილახათ ეროვნულ, ისტორიულ, რელიგიური გრძნობები. არ მწამს მე ამისი. და შესაბამისად ვამბობ იმას რომ როდესაც აი ამ ადამიანს იყენებს იმედი და ზოგადად მთელი სახელმწიფო პროპაგანდა იმისთვის რომ თქვენ აგაგდონ თქვენ ეროვნულ ისტორიულ სარწმუნოებრივი გრძნობების დასაცავად კი არ გამოდიხართ, თქვენ ხართ უბრალოდ ადამიანები, რომლებიც პროპაგანდის მანიპულაციის მსხვერპლი გახდით.